ნიშნები მხოლოდ მოწვევაა. ადამიანების უმეტესობა ხედავს მათ განიცდის წამიერ გაოცებას და შემდეგ ისევ თავის ჩვეულ, რუტინულ რეალობას უბრუნდება. მაგრამ თუ თქვენ აქ ხართ, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ გაოცება არ გაკმაყოფილებთ. თქვენ გსურთ ხიდზე გადასვლა. წინა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ იმ 5 ნიშანზე, რომლითაც თქვენი პარალელური მე კომუნიკაციას ცდილობს. თუმცა დღეს ჩვენ გადავდივართ ყველაზე მთავარზე. როგორ გავხდეთ ის, ვინც უკვე გველოდება სხვა დროის ხაზზე? როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი ბიოლოგიური და ენერგეტიკული სიხშირე იმ რეალობას, სადაც თქვენი ოცნებები უკვე შესრულებულია? ეს არ არის უბრალო ფანტაზია, ეს არის ვიბრაციული მორგების მეცნიერება. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებსა და მედიტაციურ პრაქტიკებზე, რომლებიც ბარიერებს გააქრობს თქვენსა და თქვენს უმაღლეს ვერსიას შორის. მოემზადეთ, რადგან აქ თეორია მთავრდება და იწყება რეალური ტრანსფორმაცია. როდესაც შეამჩნევთ ნიშნებს, რომ თქვენს პარალელურ ვერსიებს შორის კომუნიკაცია არსებობს, შემდეგი ბუნებრივი ნაბიჯი არის ისწავლოთ, როგორ მოარგოთ თქვენი ენერგია ისე, რომ ეს კავშირი გახდეს უფრო ნათელი და ძლიერი. ვიბრაციული მორგება არის პრაქტიკა, რომელიც ყოველდღიურად შეიძლება დახვეწოთ, რაც გაძლევთ საშუალებას მიუახლოვდეთ ამ ალტერნატიულ ვერსიებს და მათი გაკვეთილები ინტეგრირდეს თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებაში. სამყაროში ყველაფერი ენერგიაა და ეს ენერგია სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებს. ყოველი აზრი, ემოცია და ქმედება, რომელსაც ახორციელებთ, ასხივებს კონკრეტულ ვიბრაციას, რომელიც რეზონანსს პოულობს გარკვეულ რეალობებთან. როდესაც ვსაუბრობთ პარალელურ რეალობებზე, ვგულისხმობთ განსხვავებულ ვიბრაციულ მდგომარეობებს, რომლებიც ერთდროულად თანაარსებობენ. თქვენი ის ვერსია, რომელიც სიუხვისა და შინაგანი მშვიდობის ცხოვრებით ცხოვრობს, მაგალითად, უფრო მაღალ სიხშირეზე ვიბრირებს, რაც ამ გამოცდილებებს იზიდავს. ამ ვერსიასთან გასასწორებლად, აუცილებელია გვესმოდეს, რომ ვიბრაციული სიხშირე არ არის ფიქსირებული. ის შეიძლება ამაღლდეს ან დაბლა ჩამოვიდეს, თქვენი აზრების, ემოციებისა და ქმედებების ხარისხის მიხედვით. თქვენი ვიბრაციის ასამაღლებლად გამოყენებული ბაზისური ტექნიკები მოიცავს ისეთ პრაქტიკებს, როგორებიცაა მადლიერება, პატიება და თანაგრძნობა. როდესაც ამ გრძნობებს აკულტივირებთ, ამაღლებთ თქვენს სიხშირეს და უახლოვდებით საკუთარი თავის იმ ვერსიებს, რომლებიც უკვე უფრო ჰარმონიულ მდგომარეობებში ცხოვრობენ. მაგალითად, ყოველდღიური მადლიერების პრაქტიკით თქვენ მისცემთ თქვენს ენერგიას იმ რეალობას, სადაც სიუხვე უკვე თქვენი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ამ მარტივ, მაგრამ ძლიერ პრაქტიკას შეუძლია გარდაქმნას ის თუ როგორ განიცდით თქვენს ამჟამინდელ რეალობას, მიგაახლოვოთ იმ ვერსიასთან, რომელიც უკვე სისრულის მდგომარეობაში ცხოვრობს. მაგრამ ვიბრაციის ამაღლება უწყვეტი პროცესია და თანმიმდევრულობა არის გასაღები თქვენი პარალელურ ვერსიებთან ამ მორგების შესანარჩუნებლად. ამიტომ ფუნდამენტურია ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალ სიხშირეს შეინარჩუნებს. ეს პრაქტიკები შეიძლება მოიცავდეს მედიტაციას, ფიზიკურ ვარჯიშს, ცნობიერ კვებას და თუნდაც სიტყვებისა და აზრების ცნობიერ არჩევანს დღის განმავლობაში. მედიტაცია მაგალითად არა მხოლოდ ამშვიდებს გონებას, არამედ ასუფთავებს ნეგატიურ სიხშირეებს, რომლებიც შეიძლება ბლოკავდეს კავშირს თქვენს უმაღლეს ვერსიებთან. ანალოგიურად, ბუნებრივი და ნუტრიციული საკვებით მდიდარი დიეტის შენარჩუნება ხელს უწყობს ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობას, ქმნის უფრო სუფთა და მიმღებ ენერგეტიკულ ველს. განზრახვა, რომლითაც ამ პრაქტიკებს ასრულებთ, თანაბრად მნიშვნელოვანია. არ არის საკმარისი რუტინის მექანიკურად მიყოლა. თქვენ გჭირდებათ ცნობიერი განზრახვა, რომ თქვენი ენერგია მოარგოთ იმ ვერსიას, რომლის განსახიერებაც გსურთ. ყოველი ჩვევა, რომელსაც ითვისებთ, უნდა აღიქვათ როგორც ნაბიჯი ამ სასურველი რეალობისკენ. ხიდი, რომელიც თქვენს აწმყოს, თქვენს მაქსიმალურ პოტენციალთან აკავშირებს. ამ პროცესში მედიტაცია ხდება ძლიერი იარაღი, რადგან ის საშუალებას გაძლევთ შეხვიდეთ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებში, სადაც სხვადასხვა რეალობებს შორის ბარიერები უფრო თხელი ხდება.
თუ გსურთ მეტი მშვიდობისა და ჰარმონიის განსახიერება თქვენს ცხოვრებაში, მედიტაციის დროს შეგიძლიათ ვიზუალიზება საკუთარი თავის მშვიდ გარემოში. იგრძენით სიმშვიდე, თითქოს უკვე ცხოვრობთ ამ რეალობაში. მიეცით საკუთარ თავს საშუალება სრულად შთანთქათ ეს შეგრძნება. დროთა განმავლობაში ეს პრაქტიკა მოარგებს თქვენს ვიბრაციას ამ ვერსიასთან, რაც ამ გამოცდილებას უფრო ხელშესახებს გახდის თქვენს ყოველდღიურობაში. მაგრამ არც ერთი ამ პრაქტიკიდან სრულად ეფექტური არ იქნება აღქმისა და თვითცნობიერების ღრმა დონის გარეშე. აუცილებელია ცნობიერად დააკვირდეთ თქვენს აზრებს, ემოციებსა და ქცევებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი ჰარმონიაშია იმ სიხშირესთან, რომლის რეალიზებაც გსურთ. თვითცნობიერება საშუალებას გაძლევთ ამოიცნოთ ნეგატიური ნიმუშები, რომლებიც შესაძლოა არასასურველ რეალობაში გიჭერთ. სწორედ ამიტომ ასე მნიშვნელოვანია თვითდაკვირვების პრაქტიკა. თქვენი თვითცნობიერების გასაზრდელად სცადეთ ყოველდღე რამდენიმე წუთი დაუთმოთ რეფლექსიას, როგორ გრძნობთ თავს და რა აზრები დომინირებს თქვენს გონებაში. კითხეთ საკუთარ თავს, ეს აზრები და ემოციები თანხვედრაშია იმ ვერსიასთან, რომლის განსახიერებაც გსურთ. თუ არა, გააკეთეთ ცნობიერი კორექტირება, ჩაანაცვლეთ ნეგატიური ნიმუშები პოზიტიურით. სწორედ ამ ენერგეტიკული მორგებიდან იწყებთ ნიშნებისა და შეტყობინებების აღქმას, რომლებიც თითქოს ღრმა და ნაცნობი ადგილიდან მოდის, მაგრამ ამავდროულად საიდუმლოებით არის მოცული. ამ შეტყობინებების ინტერპრეტაცია მოითხოვს თვითცნობიერების, ინტუიციისა და პრაქტიკის ერთობლიობას. როდესაც ვხვდებით ნიშნებს ჩვენი პარალელური ვერსიებისგან, პირველი რეაქცია შეიძლება იყოს ეჭვი ან დაბნეულობა. როგორც უკვე განვიხილეთ, ეს ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით. განმეორებადი სიზმარი, დეჟავუს დაჟინებული შეგრძნება, ლოგიკას აღმატებული სინქრონულობები ან მოულოდნელი ინტუიციები. ამ ნიშნების ინტერპრეტაციის გასაღები მდგომარეობს ცნობიერი დაკვირვების პრაქტიკაში და თქვენი ინტუიციისადმი ნდობაში. ამ აღქმული შეტყობინებებისა და ნიშნების ინტერპრეტაცია იწყება ამ გამოცდილებების აღიარებითა და ვალიდაციით. ნუ უგულებელყოფთ ან უარყოფთ იმას, რაც შეიძლება უბრალოდ დამთხვევათ ან უცნაურ სიზმრად მოგეჩვენოთ. ამის ნაცვლად ჩაიწერეთ ეს გამოცდილებები, იფიქრეთ მათზე და დააკვირდით ნიმუშებს, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიკვეთოს. მაგალითად, თუ მუდმივად ხედავთ სიზმარში კონკრეტულ ადგილს ან ადამიანს, ეს შეიძლება იყოს მითითება, რომ თქვენი ვერსია სხვა რეალობიდან ცდილობს მსგავს გამოცდილებაზე მიგითითოთ თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებაში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მედიტაცია, როგორც ინსტრუმენტი ამ ნიშნების უფრო ღრმა ცნობიერების მდგომარეობაში გამოსაკვლევად. მაგალითად, მედიტაციის დროს ფოკუსირდით მიღებულ ნიშანზე ან შეტყობინებაზე და მიეცით თქვენს ინტუიციას საშუალება წარგმართოთ მისი მნიშვნელობისკენ. ინტუიცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ ნიშნების ინტერპრეტაციაში. ხშირად შეტყობინება შეიძლება მყისიერად არ იყოს გასაგები, მაგრამ თქვენი ინტუიცია შეიძლება ფასდაუდებელ გამჭრიახობას გთავაზობთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. ენდეთ თქვენს შინაგან ხმას და იმ შეგრძნებას, რომელიც ამ გამოცდილებებს ახლავს. თუ რაღაც სწორად გეჩვენება, ან ღრმად რეზონანს გიქმნით, სავარაუდოდ სწორ გზაზე ხართ ამ შეტყობინების სწორად ინტერპრეტაციისთვის. ნიშნების ინტერპრეტაციის შემდეგ მომდევნო ნაბიჯი არის მიღებული გაკვეთილების ინტეგრაცია თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ინტეგრაცია არ უნდა იყოს მყისიერი. ის შეიძლება მოხდეს თანდათანობით, როდესაც უფრო ცნობიერი ხდებით იმ ცვლილებების მიმართ, რომლებიც საჭიროა. თქვენი პარალელური ვერსიისგან მიღებული შეტყობინებების გამოყენება ნიშნავს ღიაობას ახალი მოქმედების, აზროვნებისა და შეგრძნების გზების მიმართ. თუ თქვენი პარალელური ვერსია კონკრეტული გზის არჩევისკენ მიგითითებთ, განიხილეთ, როგორ შეგიძლიათ ეს რჩევა თქვენს ამჟამინდელ რეალობას მოარგოთ. მაგალითად, თუ გრძნობთ ძლიერ ინტუიციას კარიერის შეცვლისკენ, თუმცა ეს შეიძლება საშიშიც გეჩვენოთ, ეს შეიძლება სწორედ ის ბიძგი იყოს, რომელიც გჭირდებათ თქვენი ცხოვრების უმაღლეს მიზანთან გასასწორებლად. კიდევ ერთი პრაქტიკული მაგალითი შეიძლება იყოს დაჟინებული შეგრძნება, რომ ახალი ჰობი ან უნარი უნდა გამოიკვლიოთ.
ეს შეგრძნება შეიძლება იყოს შეტყობინება იმ ვერსიისგან, რომელიც უკვე დაეუფლა ამ უნარს და უდიდეს სიხარულსა და სავსეობას განიცდის მისი მეშვეობით. და როდესაც ამ მინიშნებას მიჰყვებით, თქვენ არამხოლოდ აფართოებთ თქვენ შესაძლებლობებს, არამედ უფრო ღრმად უკავშირდებით იმ პარალელურ ვერსიას. ამ შეტყობინებების ინტეგრაციის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ შეუძლიათ მათ უფრო ავთენტური და თანხვედრაში მყოფი ცხოვრების შექმნა. ყოველი პატარა კორექტირება, ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ხედვებზე დაყრდნობით მიიღება, გაახლოვებთ იმ იდეალურ ვერსიასთან, რომელიც უკვე არსებობს სხვა რეალობაში. თქვენი პარალელურ ვერსიებთან გასწორებისა და მათი შეტყობინებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების პროცესი შეიძლება აღიქვათ როგორც პიროვნული და სულიერი ზრდის გზა. ყოველი ახალი გაგება, ყოველი ცვლილება ქცევაში, ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ შეტყობინებებიდან გამომდინარეობს, გაახლოვებთ თქვენი თავის უმაღლეს ვერსიასთან. ეს გასწორება არამხოლოდ აჩქარებს თქვენ ზრდას, არამედ აფართოებს თქვენ ცნობიერებას იქით, რაც ადრე შეუძლებლად მიგაჩნდათ. თქვენ იწყებთ გაცნობიერებას, რომ თქვენი ამჟამინდელი რეალობა მხოლოდ ერთია მრავალთა შორის და რომ თქვენ გაქვთ ძალა აირჩიოთ რომელში გსურთ ცხოვრება, იმ სიხშირეების მიხედვით, რომლებსაც ასხივებთ და იმ არჩევანის მიხედვით, რომელსაც აკეთებთ. ყოველი ნაბიჯით, რომელსაც დგამთ, ახალი კარები იხსნება, ავლენს თქვენი ნამდვილი არსის კიდევ უფრო ღრმა ფენებს. თქვენი პარალელურ ვერსიებთან გასწორება არამხოლოდ უფრო სრულფასოვანი ცხოვრებისკენ მიგმართავთ, არამედ უფრო ღრმად გაკავშირებთ სამყაროს ერთიანობასთან, სადაც თქვენი ყველა ვერსია ჰარმონიაში თანაარსებობს. ამ ინტეგრაციის მეშვეობით თქვენ არამხოლოდ თქვენს რეალობას აყალიბებთ, თქვენ ვითარდებით როგორც არსება, ეხსნებით ზრდისა და სავსეობის უსასრულო შესაძლებლობებს. ამიტომ ყოველი მიღებული შეტყობინება, ყოველი ინტერპრეტირებული ნიშანი, ყოველი მიღებული გადაწყვეტილება ხდება კატალიზატორი ცხოვრებისთვის, რომელიც ნამდვილად ასახავს იმას, ვინც ხართ, ყველა თქვენს განზომილებაში. მადლობა, რომ ჩემთან ერთად გაემგზავრეთ ამ სიღრმეებში. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მალე შევხვდებით.